ურთიერთობა და კომპანიამ გადაწყვიტა ბინის რეალიზაცია, ან გამოუჩნდა მყიდველი, ჩემი სახით, კომპანია აღარ გააგრძელებს თქვენთან დავით არაბას და უბრალოდ გაყიდის ამ ბინას. თქვენ მიერ გადახდილ თანხას საუკეთესო შემთხვევაში ნაწილს დაგიბრუნებთ და გეტყვით, რომ ბინა გასხვისდა. ცუდ შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ დაგიბრუნებთ. ეხლა რა ცუდი სცენარები შეიძლება მოხდეს, ხო? პირველი ის შეიძლება მოხდეს, რომ რომელიმე დეველოპერმა გადაწყვიტა, რაც საქართველოში საკმაოდ ხშირია ხოლმე, ერთი ბინიდან გამდიდრება და ერთი ბინა გაყიდა 10 ადამიანზე, რომელთაგან არც ერთი არ არის მომავალ შემძენად რეგისტრირებული. და რას იზავთ? კი ბატონო, დაიწყება სისხლისამართლის გამოძიება, კი ბატონო, დაიჭერენ თუ ვერ მოასწრო საზღვარზე გასვლა, მაგრამ ჩვენ ხო ვიღაც დაჭერა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ჩვენი ბინა ან ჩვენი ფული. და უკეთეს შემთხვევაში ჩვენი ბინა, რომელსაც მოგცემენ